მოგესალმებით მეგობრებო, ყველას ჩემი სახელი ეთაკო მოსეშვილი და დღეს მექნება ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი საინტერესო სიახლეები ანტიეიჯინგის შესახებ, დაბერების საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ და ამ თემას მე სპეციალურად ვეხები. მე მინდა ერთი ძალიან საინტერესო ამბით დავიწყო დღევანდელი პრეზენტაცია. რამოდენიმე წელს წინ მოკლედ ერთ-ერთ მოგზაურობის დროს ვარ კრუიზში. ეხლა კრუიზში ბევრი რამე საინტერესო და ლამაზია, ხო, იქ არის არაჩვეულებრივი გართობა, გეიმი, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები, ქალაქები, მაგრამ ყველაზე დიდი კულტურული შოკი რამაც მომცა ეს იყო ადამიანების 60-70 წელს ზევით გადაცილებულები დამშოკა მათმა ენერგიამ, მაგრამ ვიზუალმა რამდენად მოვლილები იყვნენ. აი ფიქრობდი რომ რატო აქვს ადამიანებს ესეთი შედეგი. როცა ასეთ ასაკში, ასეთ არაჩვეულებრივად გამოიყურებენ, ბევრ ახალგაზრდაზე უკეთესი ენერგია აქვთ, ხო? ანუ რა არის მათი ყოველდღიური ცხოვრება, მათი კულტურა, მათი მენტალიტეტი, მათი ყოველდღიური რუტინა, მათი პროტოკოლი, რა არის ის ყოველდღიურობა, რაც ასეთ დიდ განსხვავებას აკეთებს. ჩვენ ყველაფერს ყოველდღე დღეს ვაწერთ ასაკს. იცით რა არის? უპირობოდ ვიღებთ აი ამ მდგომარეობას, რომ ეს ასაკის ბრალია. ყველაფერი თითქოს ასაკის ბრალია და თითქოს ჩვენ აქ არაფერ შუაში არა ვართ. ანუ ჩვენ ვართ უბრალოდ აქ მსხვერპლი, ასაკის მსხვერპლი და მეტი არაფერი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ოფიციალურად მეცნიერულად დადასტურებულია დღეს, მე არა ვარ მეცნიერი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს მასალა გადაამოწმოთ, რომ 30% ეს არის დამსახურება გენეტიკის, მაგრამ 70% ეს არის ჩვენი ყოველდღიური არჩევანის. რაითი იკვებები ხარ თუ არა ფიზიკური აქტივობით დაკავებული, როგორი ცხოვრების წესი, ყოველდღიური არჩევანი, ეს არის მთელი 70%. ანუ მის მდგომარეობები, რაც მე ჩამოვთვალე ზოგადად, ხო? ეს არ არის მხოლოდ ასაკის ბრალი, ასაკი ძალიან მცირე ტილი მიუძღვის. პირდაპირ შემიძლია და გაჩვენოთ კონკრეტული მაგალითები, რომ ეს არის ადამიანის არასწორი კულტურის, არასწორი ყოველდღიური არჩევანის ბრალი. და ამასთან დაკავშირებით მე მოვიყვანე ნათელი მაგალითი და ჩვენ შემოგვიერთდება არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი ქალბატონი და როგორც პიროვნება, თან 35 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც ოჯახის ექიმს, პედიატრს და ყველაზე მაგარი რომ მინდა დაგიმტკიცოთ, რომ ზოგადად ეს არის ჩვენი ყოველდღიური არჩევანის ბრალი, ეს ქალბატონი წლების წინ იყო გაცილებით მხრცოვანი ვიდრე დღეს. მას აწუხებდა სახსრები, ძვირ დგებოდა ფეხზე, საშინელი ტკივილები, ჰქონდა არაერთი სერიოზული დაავადება. ის იყო მხრცოვანი და მიუხედავად იმისა, რომ მას დღეს წლები ემატება, ის გაცილებით უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ეს იყო ადრე და ჩვენ დღეს გვეყოლება სტუმრად ქალბატონი თამარ ცანავა. თამარ, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც დაამტკიცა, რომ ზუსტად ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესის გამო ხდება ნაადრევი დაბერება, ტკივილები. და როცა სიბერეზე ჩვენ გვაქვს საუბარი, სიბერი ასოცირდება ტკივილებთან, უენერგიობასთან, დეპრესიასთან, არ გიხარია ცხოვრება და ელოდები სიკვდილს. აი ესეთი წარმოდგენის შთაბეჭდილება, მაგრამ რეალურად შეიძლება სიბერი ასოცირდებოდეს ჯანსაღ ცხოვრებასთან, მაგრამ რეალურ ჯანსაღ სიბერესთან. და ზუსტად აი დღევანდელი ჩვენი ჩართვა ამას ეძღვნება და პირველი რაზეც უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად ეს არის კოლაგენი. საერთოდ რა არის ეს კოლაგენი? აიმიტომ რომ ბევრი ადამიანი შეიძლება პირველად ესმის, ხო? პირველი რა არის ეს კოლაგენი? რა ხდება კოლაგენის დეფიციტის შემთხვევაში? რა ასაკიდან იწყება კოლაგენის დეფიციტი, მოდი ასე ვთქვათ, და ჩვენ რა შეთავაზება გვაქვს და რითი გამოირჩევა ჩვენი არაჩვეულებრივი კოლაგენი ჯენ-3. მოგესალმებით. მოკლედ ბევრს ვერაფერს დავამატებ, როგორც დამახასიათებ, მართლა ასე იყო. ჩემი ძირითადი მისია უკვე როგორც ექიმის არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცე ის ინფორმაცია, რამაც მე ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენა, არ ვიტყვი არაფერს. რა არის კოლაგენი, ხო? კოლაგენი არის ძალიან რთული ცილა. და ცილების, მთელი ორგანიზმის ცილების 30% შეადგენს კოლაგენი. წარმოიდგინეთ, ახლა ცილების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ადამიანს რო ცილები არ ქონდეს. ამ 30%-ში იგულისხმება ის, რომ შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ყველგან არის კანში, თმებში, ფრჩხილებში, ძვლებში, სახსრებში, სისხლძარღვებში, კუნთებში განსაკუთრებით, ყესებში, იოგებში, ხო? აი ეს ცილა რო არ იყოს, კოლაგენი შეუძლებელი იქნებოდა ადამიანი საერთოდ ან მოძრაობდეს, ან ფუნქციას ასრულებდეს. ბავშვებს, ახალგაზრდებს კოლაგენის დეფიციტი ნამდვილად არ აქვთ. მისი სინთეზი, ანუ გამომუშავება ხდება თვითონ ჩვენს ორგანიზმში და ეს ბუნებრივი პროცესი მიდის ძალიან შეუფერხებლად, მაგრამ აი 25 წელს რომ მიუახლოვდება ადამიანი, უკვე გამოვლინდება ძალიან ბევრი ნიშანი, რომ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ პრობლემას.
რაში გამოვლინდება, ხო, გარეგნულად რაში გამოვლინდება, რომ პატარა ნაოჭებისკენ მიდრეკილება, კანი მშრალი ხდება, რაღაც ელასტიურობას კარგავს, იქ ფრჩხილები მტვრევადი ხდება, თმები რაღაცნაირად ხელდება, წვენა ხდება, თმის წვენა, ეს გარეგნულად, მაგრამ შიგნით გაცილებით ადრე 25 წლამდე იწყება ეს პროცესები და დაახლოებით 20 წლიდან ალბათ, ფარულად მიდის ეს პროცესი, რომ ძვლებში და სახსრებში ტკივილები შეიძლება იყოს, ანთებითი პროცესები შეიძლება დაიწყოს, თვითონ ძვლებში ოსტეოპოროზის ნიშნები გაჩნდეს. ეს შემდგომ უფრო ძლიერდება, რა თქმა უნდა, მაგრამ დასაწყისშივე შეიძლება ესეც აწუხებდეს ადამიანს და წნევებიც კი დაეწყოს. ანუ მაღალი წნევა, იმიტომ რომ სისხლძარღვებს აკლია კოლაგენი, ხო? სისხლძარღვების ელასტიურობასაც კოლაგენი განაპირობებს და დაღლილობა, რა თქმა უნდა, გარეგნულად და შინაგანათაც იგივე პროცესები მიდის. ნაწლავის კედლებიც კი კოლაგენის გარეშე ვერ იქნება და ნაწლავების მოქმედება არის კოლაგენზეც დამოკიდებული და მის დეფიციტზე ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება შექმნას ნაწლავებში. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ორგანიზმი მივაწოდოთ შესაბამისი ცილა, რომ ორგანიზმი იყოს შესაბამისად კოლაგენის მომარაგებული. 3 საათი უნდა ძვლები ხარშო და ესეთი კოლაგენი უნდა მიიღო და ხაში, რასაც ამას ადამიანი ყოველდღურად არ აკეთებს. ანუ შესაბამისად დიდი ალბათობაა, რომ 100-დან ალბათ 99% ყველა ვარიანტში 25 წლის შემდეგ განიცდის კოლაგენის დეფიციტს. ხო, ანუ კვებიდან გამომდინარე არის საუბარი. კვებაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, კვებაზე გარედან ცოტა რაოდენობით მაინც შედის კოლაგენი, თევზიდან შედის, იგივე კვერცხიდან შედის, იგივე ხაში და ძვლების ნახარში და ბულიონებს რო აკეთებენ, ხო? იქიდან შედის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ანუ ძალიან მცირედით აკმაყოფილებს ორგანიზმს და ძირითადად იცით რა არის კოლაგენის მიწოდება, ეს რთული ცილა რა კი ვახსენე და ეს რთული ცილა თუ კი დანაწევრებული სახით არ შევიდა, ხო? ამ შემთხვევაში არ აითვისება და არ არის მთლად საკვებში მასე რომ ესე დანაწევრებული იყოს პატარა ნაწილაკებად, რომ კარგად აითვისოს ორგანიზმმა. ძირითადად მაინც სინთეზის სახით ხდება, ანუ კოლაგენის წარმოქმნა ხდება სინთეზი, ფიბრობლასტები უწყობენ ხელს სინთეზს და აი ამ ფიბრობლასტებს სჭირდება იმ კოლაგენის მიწოდება, აი ასეთი დაშლილი სახით პეპტიდების ეძახიან ამინომჟავები, ასეთი პეპტიდების სახით იშლება და მე აწყობს ისევ ხელახლა კოლაგენს უკვე ეს ფიბრობლასტები და ამიტომ აი ასეთი დანაწევრებული სახით მიღება არის აუცილებელი. აქ უკვე გადავდივართ პირდაპირ იმ საკითხზე, რომ ესე იგი აქ უკვე საჭიროა ანუ ესეთი საკვები დანამატის სახით თვალებში მივიღოთ კოლაგენი. 25 წლიდან ამის კულტურა უნდა არსებობდეს, წელწადში შეიძლება რამოდენიმე თვე და ეს ისეთივე კულტურაა, როგორც მაგალითად კბილების გახეხვა. რა თქმა უნდა, უკვე წინ წამოიწია კოლაგენის შეთავაზება ბაზარზე, ძალიან ბევრნაირი კოლაგენია და ხშირად მომხმარებელი იბნება ხოლმე, რა აზრია კოლაგენის მოხმარებას, იმიტომ რომ მაინც შედეგი არ ჩანს. პირადად ჩემ ოჯახში მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრი იღებდა ესეთი კაფსულებით კოლაგენს, რომელსაც არანაირი ეფექტი არ ჰქონდა და ზუსტად მასთან ჰქონდა ერთი დიალოგი, როგორ უნდა შეარჩიოს სწორად კოლაგენი და მე რას ვსვავ, რატომ მომცათ სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში არაჩვეულებრივი შედეგი თუნდაც ყანზე და მათ შორის ცელულიზე, რაც არ უნდა გასაკვირველი იყოს, ხო? მოდი ვისაუბროთ უკვე ქალბატონ თამარ ჩვენ შეთავაზებაზე ჯენსამზე. ანუ რითი გამოარჩევს სხვა კოლაგენების განვითარება? სანამ ჯენსამზე ვიტყოდი, ხო, ზოგადად აი რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც შენ თქვი, კოლაგენი საერთოდ ბაზარზე როგორი სახით შემოდის და აი ამ სახით შემოსული კოლაგენი, ხა ჰიდროლიზირებული კოლაგენი არავის არ უყვირს, ძალიან ბევრი შემოთავაზება, იმიტომ რომ ჰიდროლიზი ნიშნავს დანაწევრებას სწორედ აი ასე მცირე ნაწილაკებად და პეპტიდებად და ეს უკვე გამორიცხულია, უკვე ყველა მიცის, რომ არ შეიძლება ჰიდროლიზირებულის გარეშე მიიღო კოლაგენი. მეორე მომენტი ეს არის კოლაგენის რაოდენობა ერთ ულუფაში, რასაც უნიშნავენ და ურჩევენ ხოლმე ექიმები. ძალიან ბევრია ესეთი კოლაგენი, სადაც შედის 1000, 2000, 3000 მილიგრამი და ეს არის მეათედი, რაც მოთხოვნადია ორგანიზმისთვის, ამიტომ პროდუქტის უფრო იაფად გაყიდონ, შედარებით პატარა დოზებს აკეთებენ ხოლმე ამისთვის და კოლაგენი უნდა აკმაყოფილებდეს დაახლოებით 10-12000 8-9000-იც თუ არის, ეგეც კარგია. აი ეს აუცილებელია, რომ კოლაგენი იყოს ეფექტური. მესამე ის, რომ კოლაგენთან ერთად იმ სინთეზს, რაც ორგანიზმში მიმდინარეობს და ეს ფიბრობლასტები აკეთებენ, ჭირდება სხვა კომპონენტებიც, ეს არის C ვიტამინი, ეს არის ბეჭდგუფის ვიტამინები, რომლებიც რასებენ იცით, აი პირდაპირ აი ამ სინთეზში მონაწილეობენ შიგნით და მათ გარეშე არაფრით არ შეიძლება რომ კოლაგენის სინთეზი მოხდეს. ჯენსამზე შემიძლია ეს თქვა, რომ აი ეს რაც ჩამოთვალე ამ პირობას, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს, არის ჰიდროლიზირებული, ერთ ულუფაში არის 12000-ზე მეტი მილიგრამი, რაც სრულად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნას, არის მასში C ვიტამინი ბუნებრივი, არის მასში ბეჭდგუფის ვიტამინები ბუნებრივი,
და გარდა ამისა, რასაც ზოგადად მოთხოვნა, ამის გარდა ამ ფორმულაში ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა ჩვენი მეცნიერები, ვინც შექმნა ჯენსამი და მასში ჩართეს ელასტინიც. კოლაგენი თუ სიმყარეს, სიმკვრივეს აძლევს, ხო? კანს და ყველაფერს ელასტინი პირიქით ელასტიურობას და სირბილეს აძლევს. ანუ ერთმანეთს ავსებენ. ზოგ ორგანოს სჭირდება მეტი კოლაგენი და ნაკლები ელასტინი, მაგრამ არის ზოგი ორგანოები, რომლებსაც მეტი ელასტინი და ნაკლები კოლაგენი. კიდევ ერთი მოთხოვნა ეს არის რომ წარმომავლობა კოლაგენის როგორია, ხო? წარმომავლობა როცა მარტო შეიძლება იყოს თევზისგან წარმოებული, შეიძლება იყოს მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვისგან ნაწარმოები, ანუ ძვლების და სახსრებისგან მათი და ცალ-ცალკე იყოს და იშვიათია, როცა ორივე ერთად არის. მოზარვა ტიპი არსებობს კოლაგენის იმის მიხედვით, რომელ ორგანოს რა ჭირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა ორგანოს რო ჭირდება, ეს არის პირველი, მესამე ტიპი და მეორე ტიპი. და პირველი და მესამე ტიპი ანუ აკმაყოფილებს იმას, რომ თევზისგანაც არის და ზღვის თევზისგან თან, არა ჩვეულებრივი თევზისგან, არამედ ზღვის თევზს აქვს სულ სხვა ხარისხის კოლაგენი და ამავე დროს აქვს მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის კოლაგენი. მეორე ტიპის კოლაგენს კოლდრიტრიქსი, ხო, აი ესეთი იმით, ქონდროიტინთან ერთად. ეს არის ძალიან იშვიათი და არ მგონია ვინმეს ჰქონდეს აი ასეთი ფორმულაში შემავალი ინგრედიენტი და ეს არის მეორე ტიპის კოლაგენი ზუსტად. ანუ პირველი, მეორე და მესამე ტიპის კოლაგენი, რომელიც აი ყველა მოთხოვნას, ანუ როგორც კანს და გარეგნულად სჭირდება, ხო, ასევე რაც შინაგან ორგანოებს სჭირდება, აი ეს სამივე ტიპის კოლაგენი არის ჯენსამში და ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი შედეგები მოდის მომხმარებლებისგან, ვიზიარებენ ამ შედეგებს თუ როგორ იმოქმედება. შეიძლება მომხმარებელი ვერ ხვდებოდეს რას რისთვის არის, ანუ რასთან არის დაკავშირებული ეს ტიპები. ეს არის თმა, ფრჩხილები, კანი, სახსრები. აი ეს კონკრეტულად შევამთავროთ, იმიტომ რომ როდესაც მიდიხარ აფთიაქში და ყიდულობ კოლაგენს, მარტო ფრჩხილისთვის არის და თმისთვის არის, მარტო კანისთვის არის. ამიტომაც ეს აი ამაშიც უნდა გავარკვევთ ადამიანი კონკრეტულად. მე მინახია და ბევრს აქვს ალბათ აფთიაქებში რომ იკითხოს, კანის კოლაგენი ცალკე, ძვლებისთვის სახსრებისთვის ცალკე, კიდევ თმებისთვის ცალკე, ну ძალიან ბევრი ის არის და ზუსტად ეს არის აი ამ ტიპების მიხედვით რა, პირველი ტიპის კოლაგენი, მეორე ტიპი შეიძლება იყოს, ან მესამე ტიპი შეიძლება იყოს ცალ-ცალკე და აქ ჩვენთან არის ერთიანობაში. კიდევ ერთი კომპონენტი არის, რომელიც აღსანიშნავია, ეს არის L-ცისტეინი, ამინომჟავა, რომელიც ჭირდება განსაკუთრებით თმის ფოლიკულებს, ანუ თმის ძირებს და ეს L-ცისტეინის გარეშე თმის გაზრდაც კი არ ხდება და აი ეს რო არის დამატებული, ეს განსაკუთრებით აი ესეთ როცა ამბობენ რომ აი თმის წვენა შემიჩერა მალე, როცა ამბობენ რომ გამისქელდა თმა, გამიხშირდა თმა, ზუსტად აი ამ L-ცისტეინის დამსახურება ჩვენი ჯენსამში რაც შედის და განსაკუთრებით შემიძლია ვთქვა რომ მამაკაცებში ქალებს მაინც ცოტა მოგვიანებით გამოუვლინდებათ ხოლმე კოლაგენის დეფიციტი შედარებით, მაგრამ კაცებს თავიდანვე აქვთ, აი სულ თანაბრად სულ აქვთ. და ქალებს უფრო დავუშვათ 40 წლის ზევით შეიძლება უფრო მკვეთრად გამოვლინდეს და კაცებს რო თმის წვენა ეწყებათ მალე და გამელოტება, სწორედ კოლაგენის ელასტინის თუნდაც და აი ამ L-ცისტეინზე ძალიან ბევრი ყოფილა დამოკიდებული და ამიტომ მამაკაცებისთვის არაჩვეულებრივი მიგნებაა ეს ამ ფორმულაში. მამაკაც კოლაგენის დეფიციტი ეტყობა უფრო მალე უჩნდებათ სახეზე ნაოჭები, უფრო ღრმა ნაოჭები უჩნდებათ. აი ახალგაზრდა გონია ჩემი შვილის ტოლა ბიჭ კაცებს ხო უკვე ღრმა ნაოჭები აქვთ. აი ეს ტკანის სიმშრალე აქვთ, კუნთების მოდუნება აქვთ. კიდევ ბევრი რამე შეიძლება, სხვა რამეებით შეიძლება ითქვას, მაგრამ ძირითადად მაინც აი ეს ამის გამოც უნდა მიიღონ მამაკაცებმა არანაკლებ ქალებისა კოლაგენი და მათ განსაკუთრებით ჯენსამი, რა თქმა უნდა, აი ასეთი ფორმულა, რომელიც აი ამ ყველაფერს მოიცავს. და კიდევ სპორტსმენებისთვისაც არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ სპორტსმენები როცა ხარჯავენ ენერგიას, ხო, კუნთებს რო იყენებენ, აი მათთვის საკვებია ფაქტიურად კოლაგენი და ძალიან ბევრი სპორტსმენი კოლაგენს იწერენ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებიდან, ღებულობენ მარტო სპორტსმენი კი არა, უბრალოდ ახლა ძალიან მოდაშია, რომ ახალგაზრდები დადიან კლუბებში და ვარჯიშობენ ყოველდღიურად, აი ამ დროს კოლაგენის მიწოდება, რა თქმა უნდა, როგორც სილის, კუნთებისთვისაც საჭიროა აუცილებლად. ყესების და იოგებისთვის კიდევ, იმიტომ რომ ყესების განსაკუთრებით აქილევსის მყესი რო არის, ხო? მყესის დაზიანება, მყესის და იოგის დაზიანება კოლაგენის ნაკლებობის გამო უფრო მყიფე ხდება და ადვილად ტრავმას იღებენ ხოლმე და ამიტომაც არის საჭირო მათთვის ამის მიღება. სხვა გამოშვების ფორმულებში მე არ მინახია ამდენი ანტიოქსიდანტი. შეიძლება ერთი ან ორი იყოს შერეული, მაგრამ ნახეთ, ასაი და აცეროლა ეს ამერიკული კენკრა არის, ასკილი ვიცით, ბულგარული ვარდი,
ყურძნის წიბწა, ბროწეული, ალუბალი, მჟავე ალუბალი, მოცვი, ხო? და აი ეს ყველაფერი არის ანტიოქსიდანტი, რაც ნიშნავს, რომ დაცვას აკეთებს უჯრედების თავისუფალი რადიკალების მავნეზე გავლენისგან და დაშლისგან ამ უჯრედების და როცა ანტიოქსიდანტებთან ერთად მიიღება კოლაგენი, თვითონ ეს ანტიოქსიდანტები უკვე წარმოქმნილ კოლაგენს იცავენ. წარმოგიდგენიათ, ანუ ხოლმე მოხდა ეს სინთეზი, ხო? იქ შეიძლება არ მონაწილეობდეს, მაგრამ უკვე წარმოქმნილი კოლაგენის დაშლა არ ხდება და მაქსიმალური ეფექტი აქვს ამიტომ ამ კოლაგენს. ჩემი ახლობელი სვავდა რაღაცა კოლაგენი იყიდა საშინელი ზიზღით. სვავდა ამ კოლაგენს, მაგრამ უბრალოდ იცოდა რომ კარგი იყო კოლაგენი, იმიტომ რომ არ უნდა რომ მალე დაუნაუჭდეს სახე და მაგიტო სვავდა და ჩემ გაუცებას საზღვარი არ ქონდა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ხო ზიზღით დალევა რაღაცის. მოკლედ არაჩვეულებრივი გემოქ მეგობრებო, ძალიან სასიამოვნო არის დასალევადაც, მოსახმარადაც და ნუ ეფექტი ჩანს რამოდენიმე კვირაში. ყველა სხვადასხვანაირ, ზოგ თმას, ზოგს ეგრევე კანს, ზოგ სახსრებზე განსაკუთრებით შეგვიძლია აღვნიშნოთ. ამისი ძალიან ბევრი გამოხმაურება გვაქვს ჩვენ. მე კითხეთ იმ ადამიანებს, ვინც მოგიწვია და მოგცათ ეს ლინკი, უბრალოდ შედეგები გადმიგზავნ და ნახავთ გამოხმაურებებს. იმიტომ რომ ერთი როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, მეორე რეალურად რას ლაპარაკობენ ამაზე მომხმარებლები.